დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა თითოეული ტყიბულელისთვის და თითოეული მეშახტისთვის, რადგანაც მეშახტის დღე არის ჩვენთვის ის დღე, რომელსაც ყოველთვის აღნიშნავთ მაღალი ენთუზიაზმით, რადგანაც მეშახტის პროფესია, თითოეული მათგანის შრომა არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენი რეგიონისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის. ულოცავ კიდევ ერთხელ თითოეულ მათგანს წარმატებას უსურვებ, როგორც მათ ოჯახებს, ასევე თითოეულ ტყიბულელს და ულოცავ, რა თქმა უნდა, მთელ ოკრებას მეშახტის დღეს. ტყიბულელ მაღაროელებს ულოცავ მათ პროფესიულ დღეს, აუცილებლად აღნიშნის ღირსია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, რაც უკვე ახალი მენეჯმენტი მოვიდა საწარმოში, რადიკალურად შეიცვალა თითოეული მაღაროელის როგორც უსაფრთხოების სტანდარტი, ასევე მათი ფინანსური მდგომარეობა, დაახლოებით თითქმის ორჯერ გაიზარდა ხელფასი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენთვის სახელმწიფოსთვის და რაც თითოეული ადამიანისთვის არის მნიშვნელოვანი, ეს არის თითოეული მაღაროელის უსაფრთხოება, რომელიც ყველაზე მაღალ დონეზე აქვს ახალ მენეჯმენტს დაყენებული და სახელმწიფოს აქტიური ჩართულობით, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად ვიმუშავებთ იმაზე, რომ კიდევ უფრო გაუმჯობესდეს მათი მდგომარეობა და მათი სამუშაო პირობები. მეშახტის დღე 2025 წელს განსხვავებულ ფორმატში ჩატარდა. ჩვენ მიზანი იყო, რომ თანამშრომლები შეგვეკრიბა საწარმოს ტერიტორიაზე, ჰქონდა კვების პუნქტები, არაჩვეულებრივი მუსიკა და რაც მთავარია, ჰქონდა დაჯილდოება. დავაჯილდოვეთ წლის საუკეთესო თანამშრომლები, ასევე ორდენები გადავეცით ყველაზე წარმატებულ თანამშრომელს. წელს გვყავდნენ საპატიო სტუმრები, ხელისუფლების წარმომადგენლები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ასევე ჩვენთვის ძალიან ძვირფასი სტუმრები ჭიათურიდან, ჩვენი სფეროს წარმომადგენლები, რომელთან ერთადაც გავატარეთ, ესე იგი მეშახტეებმა და მაღაროელებმა აღვნიშნეთ მეშახტის დღე და ძალიან მიხარია, რომ ეს დღე შედგა. ყველა მეშახტეს და ყველა სამთელს, ვინც ამ სფეროშია, გულოცავ დღევანდელ დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, იმიტომ რომ ყოველი აგვისტოს ბოლო კვირა დღე მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში აღინიშნება როგორც მეშახტეთა პროფესიული დღე.